ტურატურამ თხაით ხამვენა ხიშეგვიჯამა ძაღლიმ გელმა შეგვიჯამა გემაწალი ტურატურამ თხაით ხამვენა ხიშეგვიჯამა გელითოფმა შეგვიჯამა თომამგელიმ გემაწალი ტურატურამ თხაით ხამვენა ხიშეგვიჯამა თოფიჟანგმა შეგვიჯამა ჟანგმა თოფიდომამ გელიმ გემაწალი ტურატურამ თხაით ხამვენა ხიშეგვიჯამა ჟანგიკონმა შეგვიჯამა ქონა ჟანგი ჟანგმა თოფიდომამ გელიმ გემაწალი ტურატურამ თხაით ხამვენა ხიშეგვიჯამა ქონითაგმა შეგვიჯამა თამმა ქონიკონმა ჟანგი ჟანგმა თოფიდომამ გელიმ გემაწალი ტურატურამ თხაით ხამვენა ხიშეგვიჯამა თაგვიკატამ შეგვიჯამა კატამ თაგვიკატამ ქონიკონმა ჟანგი ჟანგმა თოფიდომამ გელიმ გემაწალი ტურატურამ თხაით ხამვენა ხიშეგვიჯამა დილამშვიდობის მოგესალმებით იმედის დილის სტუდიიდან. თქვენ ახლა მოისმინეთ იმერული სახუმარო სიმღერა თხამ ვენახი შეგვიჭამა. დღეს კი ჩვენთან სტუმრად იქნება ლურჯ მონასტერთან არსებული საკმაწყვილო ფოლკლორულ ეთნოგრაფიული სტუდია ამერ იმერი. აი ამ სტუდიის ნიჭიერი ბავშვები და მე კი სასაუბროდ სტუდიაში მყავს მოწვეული სტუდიის ხელმძღვანელი ჩემი კოლეგა ეთნომუსიკოლოგი გიგი გარაყანიძე. დილამშვიდობის გიგი. მადლობთ რომ ეს ნიჭიერი ბავშვები მოგვიყვანე დღევანდელ დღეს. ამერ იმერზე მინდა რომ ვისაუბროთ. ეს სტუდია შეიქმნა 1991 წელს გამოჩენილი ეთნომუსიკოლოგის ედიშერ გარაყანიძის მიერ და ამ სტუდიის შექმნის მიზანი გახდა სწორედ ის, რომ ბავშვები აღზრდილიყვნენ, ასე ვთქვათ, საბავშვო ფოლკლორის მეშვეობით. ანუ თავიდანვე რთულ რეპერტუარს არ ეუფლებიან აქ ბავშვები, გათვლა თამაშობების, მითვლების, გამოსაჯავრებლებით შედიან ამ მუსიკალურ სამყაროში. სწორედ ეს თამაშობები შეიცავს იმ მუსიკალურ ინტონაციებს, რაც შემდეგ უკვე რთულ ქართულ ფოლკლორში გვხდება. ბავშვებიც ეს საფეხურებრივად ეზიარებიან ამ ფოლკლორს და საინტერესოა ისიც, რომ აი თვითონ ამ ბავშვებს აქ უნარჩუნდებათ ბავშვობა. თქვათ აქ ამ თამაშობენ სიმღერის დროს, იქ შეიძლება გადაულაპარაკონ, კიდეც გაიცინონ სახუმარო მომენტზე და ანუ ეს ბუნებრივი გარემო იქნება. აქ ბავშვები, თქვათ, ფოლკლორის, მუსიკალური ფოლკლორის გარდა სწავლობენ ზეპირ სიტყვიერებას, ასევე მითოლოგიას. ეს სტუდია 2007 წლიდან ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ლურჯ მონასტერთან არსებული სტუდიაა და აქ საღვთო ჟულიც ისწავლება ამ წლიდან, ასევე საგალობლებსაც მიექცა საგანგებო ყურადღება. ხო, რაც შეეხება შემდგომ ნიმუშს, რასაც შეასრულებენ, სწორედ აი ბავშვთა ფოლკლორის საინტერესო მაგალითი გახლავთ. ბავშვთა ფოლკლორი ყოფენ ორ ნაწილად, ერთი რომელსაც თავად ბავშვები ასრულებენ, მეორე რომელსაც ბავშვებისთვის სრულდება. აი ეს ნიმუში გახლავთ სწორედ ბავშვთა მიერ შესრულებული დათოს ფერხული. საკმაოდ საინტერესოა და აი ამერ იმერის მაყურებელი უკვე იცნობს კარგად და უყვარს ეს ნიმუში. ეს დათო ბერიკულს ანახაობადაც იწოდება. ბერიკაობის პერსონაჟი. დიახ. და ეს დათვი მოგეთ სიმღერაში ბავშვები ისე რასაც ეუნებიან ამ დათვს, დათვიც იმას ასრულებს. ახლა ეს ბავშვები, ჩვენი ბავშვები აქ თვითონვე ქმნიან რაღაც შაირებს, თქვათ, არსებული ხალხური შაირების საფუძველზე. და აი ამ სიმღერაშიც არის თვითონ, თქვათ, თავიანთი შეთხსული, თქვათ, რაღაც ფრაზები და საინტერესო იქნება და რაც თავარია ბავშვები ამას ყველაფერს ლაღად ასრულებენ ბავშვურად თამაშობენ ფაქტიურად. თვითონ ეს სიმღერა აი საინტერესოა რომ დავაკვირდეთ, შეიცავს იავნანას მელოდიის ნახას, რომელიც ფაქტიურად მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვს რაც ესმის, იმის საფუძველზე უკვე ქმნის თავისას და შედის აი ამ მუსიკალური ფოლკლორის სამყაროში. ძალიან კარგია გიგი, რომ ბავშვებს ერთი მხრივ აქვთ იმის საშუალება, რომ საბავშვო რეპერტუარზე აღიზარდონ, ეს საკმაოდ იშვიათად ხდება და იშვიათად ხელმისაწვდომია თანამედროვე გარემოში ეს ქართული ბავშვისთვის, ეს ერთი. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ მანერა, არამედ შინაარსი და ასე ვთქვათ, შინაგანი სამყარო აი ამ ფოლკლორული ნიმუშებისა შენარჩუნებულია და ბავშვები თამაშით
შედიან იმ მართლაც იდუმალ სამყაროში, რასაც ქართული სასიმღერო ხელოვნების სამყარო ქვია. ძალიან კარგი, შევთავაზოთ ეს მეორე ნიმუში დათოს ფერხული. სტუდია ამერიმერის შესრულებით. გთხოვთ. დიდი მადლობა აი ამ ნიჭიერ ბავშვებს. დიდი მადლობა გიგი. დღეს ამით გემშვიდობებით და საუკეთესო დღეს გისურვებთ. გიყვარდეთ ქართული სიმღერა და გემღერებოდეთ.